მთელი დღეა ქართული ოცნება თავს იწონებს, რომ დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ვართ მოწინავეები და ამ კვლევაზე საუბრობს მთელი პარტია. ამიტომაც დავინტერესდით, რა დაწერეს რეალურად ევროპელმა მკვლევარებმა. პირველი და საინტერესო დეტალი არის ის, რომ კვლევა, რომელიც დღეს გაასაჯაროვა, შეიძლება ითქვას, ქართულმა ოცნებამ, თარიღდება მაისით და სწორედ მაისის თვეშია გამოქვეყნებული. ივანიშვილის პარტია დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ინახავდა ამ მონაცემებს, რომლითაც დღეს ამაყობენ. ახლა საინტერესო უკვე სხვა დეტალები, რა წერია რეალურად დოკუმენტში, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო კვლევის ცენტრმა მოამზადა. ეს არის კვლევა, რომელიც სწავლობს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კორუფციის რისკებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც და აქ არის ჯგუფად შედგენილი თუ როგორ ნაწილდება ეს სახელმწიფოები. საქართველო ამ დროის მონაცემებით ყველაზე უარეს ექვსეულშია, თუმცა ქართულ ოცნებას დღეს ნამდვილად არ უთქვამს ეს ყველაფერი. ავტორები ამ კვლევაში ამბობენ, რომ მთავარი ფაქტორი არის ის მთლიანი შიდა პროდუქტის რა ნაწილს ფლობს ქვეყნის ყველაზე მდიდარი 1%. ჩვენ სწორედ ამ ინდიკატორით ვართ ექვსეულში და საქართველოში 1% ადამიანების არის ისეთი, ვინც ფლობს ქვეყნის სიმდიდრის 31% და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მაჩვენებელი. ასევე კვლევაში გაანალიზებულია ისიც, თუ რამდენი მილიარდერი ყავს ქვეყანას და წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს 2 მილიარდელი, მშპ-სთან მიმართებაში ოლიგარქთა ქონება აღემატება 10% და ეს არის ოლიგარქიზაციის ერთ-ერთი მთავარი რისკი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ერთ-ერთი ოლიგარქი მმართველი პარტიის სპონსორია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი არის, რა თქმა უნდა, ოლიგარქების არსებობა ამ ზოგიერთ ქვეყანაში და მათ შორის აქ მოხსენიებული არის საქართველო, სადაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვყავს 2 ოლიგარქი და მათი საერთო, ესე იგი, ქონება არის ჩვენი შიდა პროდუქტის 10%. ეს არის ძალიან დიდი რისკი იმის გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთი არის პერმანენტული დონორი მართველი პარტიის. საქართველოში არის 1%, რომელიც ფლობს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის 30%. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გამდიდრდა სწორედ კორუფციის გზით და მათი სახლების ჩხრეკის დროს მილიონობით დოლარს ნახულობენ სამართალდამცველები მათ სახლებში. ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც არსებობს რიგით ადამიანებზე, არის სახება და ისინი ჯიბეზე ამას ვერ გრძნობენ. ის არიან ის ვიწრო ჯგუფები, რომლებიც რაღაცა ეგრეთ წოდებულ ატკატებზე მუშაობენ, რომლებიც მუდმივად იგებენ რაღაცა სახელმწიფო ტენდერებს და უცვლელი გამარჯვებულები არიან ამ სახელმწიფო ტენდერების, არიან, ასე ვთქვათ, ბიზნესმენები, რომლებიც კარგ ურთიერთობაში არიან, ჩახუტებულს რაზეც ვეძახით ქართულ ოცნებასთან, თარღვევებს, რომელიც ხდება სახელმწიფო შესყიდვებში, ეს არის აისბერგის წვერი. ეხლა ძალიან ბევრი შესყიდვა არის, ძალიან ბევრი ტენდერი არის, რომელიც ეხლა სააშკარაოზე არ გამოდის და ეხლა ადამიანები, რომლებიც გუშინ სოციალურ დახმარებაზე იყვნენ ჩამოკიდებულები და დღეს 2 ტენდერში გაიმარჯვეს და პორშეთი დადიან, ძალიან მარტივი არის, ხო, აქ ეხლა საბავშვო ბაღი ხო არ არის. ევროპელმა მკვლევარებმა პირდაპირ დაწერეს, რომ ოლიგარქიის საფრთხე გვაქვს ქვეყანაში, ამიტომაც დღეს ქართული ოცნების წევრებს ვკითხეთ, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის საფრთხე. ტრადიცია არ დაურღვევიათ ივანიშვილის გუნდის წევრებს და მმართველი პარტიის დამფუძნებლის ქებაში იყვნენ ძირითადად. გაჩნდა ახალი ტერმინიც, ზომიერი დამფინანსებელი. ქართული ოცნების წევრები სწორედ ასე მოიხსენიებენ ბიძინა ივანიშვილს, მას შემდეგ რაც ჩვენ ვუთხარით, რომ კვლევაში არსებობს ჩანაწერი, რომ რისკია დამატებით ის, რომ ოლიგარქი ივანიშვილი არის მთავარი სპონსორი პარტიის. დღეს მთელი დღის განმავლობაში ყველა დასმულ კითხვაზე პასუხად ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილს აქებდა. ოლიგარქიული მმართველობა ნიშნავს იმას, როდესაც ჩრდილოვანი მმართველობით ხორციელდება ხელისუფლების ხელში ჩაგდება
აი ამ ფულადი რესურსების გამოყენებით. მე არ ვიცი საფრთხეს ვინ ხედავს, მაგრამ ფაქტია, რომ კვლევები აჩვენებს, რომ ოლიგარქიული მმართველობის მაჩვენებელი საქართველოში არის აბსოლუტურად განსხვავებული იმისგან, რაც გვაქვს მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში. ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს თუ არა ოლიგარქიის საფრთხეს ქვეყანაში. ვინაიდან ის ფლობს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტს და აფინანსებს მმართველ პარტიას. ბიძინა ივანიშვილი როგორც მილიარდერი წარმოადგენს თუ არა ოლიგარქიის საფრთხეს ჩვენს ქვეყანაში, როგორ ფიქრობთ? მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტს ფლობს ბიძინა ივანიშვილი და თან თქვენს პარტიას აფინანსებს. არის ამ საქართველოს გადამჭენი. კვლევა გამოაქვეყნა ევროკავშირმა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტ ფლობს ივანიშვილი და ამიტომაც საფრთხეს სულ მაინტერესებს ამ კვლევებს უკუღმა რატო კითხულობ თქვენ? ამ საფრთხის მიუხედავად, რომ ადამიანი არის ძალიან მდიდარი, საქართველოს სამკვლევაში აქვს წინსვლა და ყოველწლიურად ამის გაუმჯობესება ჩვენ გვაქვს, ასე რომ ბიძინა ივანიშვილის საფრთხე არ არის ჩვენ ქვეყნის. საფრთხეს არ წარმოადგენს ის მმართველ პარტიას აფინანსებს და აქვს კვლევის შედეგები განახორციელებს. პროდუქტის 10%-ზე მეტ ფლობს ვინც აფინანსებს, ეგ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ღია. ხო და ვინ აფინანსებს? ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, მილიარდერი არის და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ბევრი კონდეს, მაგრამ 60,000 ლარზე მეც ვერავინ ვერ შეწიროს პარტიას. კორუფციის რისკის შესახებ კვლევაში პირდაპირ წერია, რომ საქართველო ოლიგარქიული გავლენების რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანაა და აქ არის დამატებითი ჩანაწერები იმის შესახებ, თუ რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის ანგარიში ნეგატიურად არის შეფასებული მედიის თავისუფლების მხრივ ვითარება, ცალკეა გამოყოფილი შესყიდვები, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვები ქვეყნდება გამოცხადების თანავე მაინც მკვლევარებმა ვერ დაინახეს შესაბამისი გამჭვირვალობა, კვლავ რჩება აქ კორუფციის რისკი და შესაბამისად ქართული ოცნების პირობებში ჩატარებული შესყიდვები ნდობას ვერ იმსახურებს.